ხალხო გამარჯობათ. ბოდიში თმისთვის უნდა გავიკეთო ხალხო. აჩლაჩული რომ მოვიდეთ, არ მოეწონებათ. ბაზოგიერთს. ხალხო აბარა გვაქვს აჩლაჩულები ვართ. შვენივრად კაცსა ვართ, არა ვართ აჩლაჩული. რა აჩლაჩულები? მანანასაც ხო დაუწეს? მანანასაც ხო? ის იქნებოდა ნა. ის შევარდა ხელწერა იმისია. ო! ნახე. შნახე კომენტარი. ნახე კომენტარი ვიცი. ვიცი კომენტარი ხელწერა იმისია. ვაი. ჩლიჩატი მასუნთლა. იმისია ისა რა ქვია ხელწერა. ცნობ უკვე ხელწერასაც კი ვცნობ რომელი ნომრისა. თმოგდიდისა დასა. ხალხო ხედავთ რა შვები დედა გამაცალე მთელი თმები ღვედავთ ხალხო შემოვლა იუთუბერებში აჩლაჩული შენიცი აჩლაჩული ხალხო ნეიცადი აჩლაჩული არ ვიყო აი მე მოვალე ხლავე მე ზამბა აჩლაჩული არ იყო გიორგი თლათ რა ხდება ვა? ჩემო ძირფასებო და ტკბილებო. ახლა მე ტელევიზორში უყურედი. იმას რა ქვია. YouTube-ი არის რა, მგონი უკრაინელები არიან. ცხვარი ყავთ და თხები და ისინი და იმას ვიძახოდი, ვაიმე მე ვერც ცხვრის ხორცს ვჭამ, ვერც თხის ხორცს ვჭამ, ვერც არ შემიძლია, მაგებს ვერ შევჭამ რაც კი. აი, რატომღაც არ შემიძლია, მაგრამ ცხვარს არ ავჭამ, არც თხისას არ ავჭამ, მაგრამ ყველიც, არც ყველს არ ავჭამ. ყველი ისევე და სხვათა შორის ძალიან ძვირიც არის ყველები, სხვათა შორის. ცხვრის ყველი, თხის ყველი სხვათა შორის ძალიან ძვირია. მაგრამ ვერაფრით ვერ შევჭამ ხალხო. დელიკატესია, კარგია, გემრიელია, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია ვერ. იმას უყურები ისეთი კოხტათ აკეთებენ ყველაფერს. შვენივრად იყვანენ ყველს, რა ქვია, ნადუღს. ნადუღი გააკეთეს იმისი, რა ქვია, ცხვრის და თხის ერთმანეთში არეული. ხოიცი ნადუღი რო ის არის, ყოველს რო მოიყვან ვერ შრატით რო კეთდება, რა კარგი არის ნადუღი როგორ. ნადუღი მიყვარს საქონლის ძროხისას, ნებისმიერი რაღაცა მიყვარს, აი საქონლის ძროხას, ძროხის რძეც მიყვარს, მაწონიც მიყვარს, ყველიც მიყვარს. თავისთავად ისიც მიყვარს, რა ქვია, არაჟანი, სმეტანაც მიყვარს, აი ზემოდან ნაღებიც მიყვარს და რა ვიცი, ყველაფერი, მაგრამ ცხრისას ვერაფრით ვერ შევჭამ, არ შემიძლია. დღეს კიდე ხალხო გადავანაწილე, კიდე დაბლას წიწილაკ ჩამოვანაწილე. მე და გიორგი დავიღალე, ისე დავიღალე, რომ ნუ არ ვიცი რა, ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა. მოვედი მერე 15-20 წუთი დავისვენე, ავდექი, სამზარეულო დავალაგე, როგორც გუშინ რო დავალაგე, დავასუფთავე, დავგავე, დავწმინდე, მოუწმინდე, მაგრამ რა აზრი აქვს ამ მოწმინდას, ნუ არ ვიცი. ისე ალახი არის. წვიმს, სულ წვიმს დღეს განუწყვეტლო, გუში რაც დაიწყო წვიმა. გუში საღამოზე დაიწყო წვიმა, წვიმდა მთელი დღე. ღამე რა ვიცი, მე წვიმდა თუ აღარ ჩამეძინა, ვეღარ გავიგე. და ისა. წვიმდა. მერე დღეს რო ავდექი, აღარა წვიმდა დილით. მაგრამ მერე რო წავედი, სამსახურში რო წავედი, ოდნავ აი ცხრილავდასავით, აი ოდნავ წვიმდა. მერე რო მოვედი, რო წამოვედით იქიდან. წარმოგიდგენია, წავედით 9 ნახევარზე. მოვედი პირველ საათზე სახლში, დღეს. ესე გვიან არ სუდის არ მოსულა. დრო წიწილა რო გადავანაწილე. დრო
ნათრომი აქვს. სათითაოდ უნდა დაითვალო, სათითაოდ უნდა რამდენი შესვი გალიაში, რამდენი ისა შუაში ცხო უნდა დაითვალო, რამდენი დარჩა და სამ ნაწილათა პირველი, მეორე, მესამე, სამი რიგია ესე. გძელები, გალიები. და იქ სათითაოდ დავითვალეთ, დაუყარე, ჯერ დაუყარე. მერე საწურებლები დავრეცხეთ, გიორგიმ დარეცხა საწურებლები. მერე წყალიც ხო თავისით მიდის, წყალი კრანს მოუშვებ და თავისით გადის. და ზოგან ზოგს არა აქვს ეგრე გაკეთებული, ვედრით უნდა დაუსხან, ვედრიდან იმითი რა ქვია კუროშკი, დიდი ისინი არის კრუშკები ასე 2 ლიტრიანები და იმითი. მაგრამ ეს კარგად მიდის, თავისით მიდის და მერე რომ გაისება ეს საწურებლები, მოუშვებ ასე, ცოტას მოკეტავ და წვეთზე დააყენებ, ესე წკაპ. მთელი დღე წყალი აქვს, არ ეცელებათ წყალი. მერე დავასუფთავეთ, დავგავეთ და მერე მეორე ცეხში შევედი, დავასუფთავე იქაც, დავგავე, დავხვეტე, მივალაგე, მოვალაგე და წამოვედი. სად? მეც ბავშვი ჭყავის ვიღაცის. იტირებს კაცურას გიშინის. და ასე მოვედი. მივალაგეთ და მოვედით ადგილზე და კიდე იმას ვილაპარაკოდი ცხვრის ყველს, გიყვარს ჩემ ცხვრის ყველს. ცხვრის ყველი ჯერ ეგეთი არც მიჭამია. არც შეჭამში. მე არ ავჭამდა. არ შემიძლია. ხახნო ის რამე პოზაზე მაქვს. რანაირად მიკეთდება ეთმები. სწორად კი აღარ მიკეთებ, აი ასე რო იყოს, აი. სწორა, აი ამას შუაში. ხო. ჩრაჩულია. ეი, კაი სიტყვა ვისწავლეთ ხახნო. კაი სიტყვა გვასწავლა. მოჩლაჩული. აი დედა. ძალიან ტვინია ხალხშლაჩული ვიღაცა არის და ხო და რა ვქნათ. ეგრეა ჩვენი საქმე. ერთი და იგივე ხელწერა რო აქვთ. ფანტაზია აღარ ყოფნის, კაცო. სხვაგან სხვა მაინც დაწერე რაღაცა რომ ვერ გიცნოს. იცი რა არის ხალხნო. აი ერთი აქ ტვინში ერთი შინაარსის კომენტარებია ყველგან. სადაც არის ერთი რაღაცა აქ ჩაბეჭდილი ტვინში. ხო. თუ აქ ეგეც. თუ აქ ტვინით, საერთოდ. და თუ გააჩნია. მეტი ის არა აქ განვითარება. მეტი ფანტაზია აღარ აქვს. განვითარება აღარ აქვს მეტი რა. სერიალის სცენარისტი ვით არის. ერთი და იგივეს რო ატრიალებს. ეს რო სცენარისტი იყოს, ხო ფანტაზია საერთოდ არ ეყოფოდა ისეთ უაზრო რაღაცა სერიალს გადაიღებდა, ისეთ უაზროს გადაიღებდა, რომ საერთოდ რეიტინგი კი არა აფერი იქნებოდა. აი ნულია რეიტინგი. ნულია პირდაპირ. ფანტაზია არ აქვს. და კიდე სასწაული ხალხი იბადება. მე მაღაზიაში წავალ და ჩემ სერიალს უყურებ. რა ამბავია? ხო. აი რა ამბავია, რატომ, რისთვის, ან რატომ წერა, ან რატომ გაქვს ეგეთი უმსგავსო რაღაც უაზროები. ნუ არ ვიცი. რა ხდება, რა მდგომარეობა, რა ფენომენია. საერთოდ ერთა რო დაიწყებენ თქვა სიტყვაზე, ერთა რო დაიწყებენ, მერე მეორესთან მიდიან. მეორეს დამთავრებენ, მესამეს მივლენ. იგივეს დაწერენ. მეოთხესთან იგივეს, იმასთან ყველა რა მოჩრაჩულები მოყვართ. ყველა მთელი YouTube-ის სივრცე ალბათ მოჩრაჩულები ვართ, მე რა ვიცი. მთელი ქართველი იუთუბერები მოჩრაჩულები ყოფილიყო. მთელი ქართველი არა,
ის რომელიც ისინი არიან რა ქვია აი სცენარებით რო მოქმედებენ და სცენარებით რო იღებენ ალბათ ეგენი არ არიან მოჩილაჩულები მაგისთვის ის არის აი წკეპილები რო დადიან 24 საათი ხო ზოგს ისა ხო და აი ჩვენ ვართ ეს კონტენტი ვისაც აქვს აი სახლური კონტენტი ხო აი ალბათ ეგენი მოჩილაჩულები ვართ და ვინც და 24 საათი ალბათ ვიდეოში რომ მოვალთ ნიფხვის რეზინასავით უნდა ვიწელებოდეთ როგორც ხვები ზოგიერთი აკეთებს მაგას ალბათ უნდა ვიწელებოდეს ნიფხვის რეზინებივით რომ აი მოვეწონოთ თვალში შეუვიდეთ პრაქტიკულობა არ მოწონთ ხალხს მოსწონთ როგორი ხალხი იცი აი ვინც ესეთი სვეცკები ძალიან ძერს კი ხალხეოს ესეთი საუბარი ძვეს ტო და კაროჩე და რავი ესეთი აი როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება როგორც პრაქტიკულად ლაპარაკობ და აი მოდიხარ და როგორც ადამიანი აი ეგეთი ადამიანი იცი რა არის ვინც ეგრე აკეთებს და მსგავსად ლაპარაკობს ხო სიგოიმის ბოლოდონეა უკვე ბოლოდონეზეა სიგოიმის მისული ხო და ეგრე სვეცკობა და ისა ახლა სვეცკობა ჩვენც ვიცით სახში იღებს ადამიანს სიტყვაზე ხო როგორც გინდა ისე გააკეთებს გინდა მოიჩლაჩება და გინდა იმას იზახა აი რომ მოიჩლაჩება ელემენტარულ ყველას თავისი ისა აქვს თუ არ გინდა წადი მიბრძანდი ნუ უყურე არა და რო აინტერესებს ხო ვიცი რო აინტერესებს ახლა რო არ აინტერესებდეს მე ხوار დამიწერ და თუ ხوار დაგვიწერ და გინდაც მე გინდაც მანანას ხوار დაგვიწერ და რო მოჩლაჩულები ხართო არ მანანას რა აქვს მოჩლაჩული შვენიერი აღნაგობის ქალია ვაიმე ხალათი აცვია ხან ხო ადამიანო ხალათი არ გაცვია როცა ცივა გინდა ხალათ ჩაიწვა კიდე ხალათზე შუბას შემოიწვა კიდე ზეთ აით კიდე იმ უაზროს ალბათ ჩვენ სამსახურზე არაფერს ამბობს მაგ უაზროს სამსახურში რა თუ დადიხარო როგორ არა ეგეც თქვა სამსახური როგორ არა მაგს იმეებს რა ქვია მოიცა რა თქვა სკლინტებს როგორ ხვეტავთ სუნი არ არისო შეკაი სუნი მაშინ არ არის კაბინეტში ალბათ ვიბრძანდი და დაჯეგი თუ გინდა სუბიზნი კაბინეტში არ არის სუნს მოაქვს ზუსტად ის პული არა იცი რა უნდა გითხრა ხალხნო ნებისმიერ რაღაცას გინდა სუნი იყოს გინდა არა სუნი იყოს გინდა ის საქონელს რძე რომ მოდის ყველი რომ მოდის ხო იმას სუნი არა აქვს იმ საქონელში ვინც შედის და ვინც ქალბატონო მითხარი ქათამი საიდანა გაქვს კარგ სოფლის ქათამს რო ყიდულობ ბაზარში საიდან არის მითხარი იმ ქათამს სუნი არ აქვს კარგად გაუშვი ყბაში კარგად უშვებ ყბაში იმას იზავ ხოლმე რა ქვია შეწვა ბაჟეში ჩადებ და რაღაცას კარგად კი გაუშვებ ხოლმე ყბაში ჩაიკეცა ასე გახსნი დოლაბებს და ყიდაბი ჩაილაგე უჯრასა კარგად კი იღეჭები რა ვიცი მე ჩვენ კულტურაც ვიცით მოქცევაც ვიცით საუბარიც ვიცით სადრაგორ უნდა გავაკეთოთ ისიც ვიცით თუ არ გინდა სულ წაბრძანდი და ნაგავი ის არის რა ქვია ნაგავი შეფუთული კატვები როა იციდე ხო წადი ახლა ელემენტარული აი სიტყვაზე ავიღოთ აი ეგეთი ადამიანები ვინც არიან აი ეგეთი რაღაცა უაზრონება უაზრო ისინი რა აი ეს დამლაგებელი რო არის აი ქუჩებს რო გილაგებ და სუფთა ქუჩებში მიბრძანდები ქალბატონო გაივლით და გამოივლით აი ეგეთი უმსგავსო რა ვიღაცეები ხო თქვა აი ზოგიერთები აი ის პატივსაცემი როგორ არის ხომ არის პატივსაცემი აი იცი რა არის ნებისმიერი სამსახური გინდა ტუალეტშიც მუშაობდი ბოდიში ამ სიტყვაზე უბორნია თუ ტუალეტი ისიც დასაფასებელია ელემენტარული რომ
უფალმა იმის მუშაობს და პატიოს ნაცვლად. ხო, უფალმა იმის ის მოგცა, რომ ელემენტარული, რომ ხელი მოგცა, ფეხი მოგცა და გითხრა უფალმა წადი შენ ეს გააკეთე. ქუჩაში რო გამოდიხარ, ქალბატონო და რო იყიდი რაღაცა გინდა ხაჭაბურს და იმას რო გაძუძგნი და განაძუძგნ იმას რომ მიაგდებ ხოლმე ქუჩაში იმისავი გეგონება სანაგვე იყოს ვინ გილაგებს იქ ხო გილაგებენ ადამიანები ისიც ჩვენაირი ადამიანები ადამიანები გილაგებენ ეგ კარგად ახლა ელემენტარული ეს კათამი რომ არავინ გაზარდოს თქვათ კი უფროსები ყავს და ისიც არის ისა ელემენტარული ხო მაგრამ თუ არავინ მოუარა და თუ არავინ იმას ქნა ხო ელემენტარული გინდა კერძო რო არ გაზარდოს გინდა ის არის სახელმწიფო იმეებში რა ქვია აი შეფუთული ქათმები როა სანამ დაიკულება ხო სუნია დგას იქ სუნი ხო დგას იქ სანამ დაიკულება და სანამ ხო ვინც უვლის და სუნი ხო არის ზოგადად ცეხი როა სანამ გაიზრდება სანამ დაიკულება და რეალიზაცია სანამ გაუკეთდება ხო დგას სუნი როგორ მუშაობს თუნდაც რომ გერმანიიდან რო ჩამოდის ქათმები და ევროპიდან რო ჩამობრძანდება ქათმები და კარგად ძუძგენი იქ სუნი არისო ნებისმიერ ქათმის ბარკლებს რო მიითმევთ კარგად სუნი არ არის სუნი არ აქვს არ ქონდა თავის დროზე იმ ქათამს ხო ქათამი იყო ის სანამ ბარკალი გახდებოდა სანამ ბაყვი გახდებოდა ო სანამ ბაყვი გახდებოდა სუნი არისო არ ქონდა ძროხა რო რძეს გვაძლევს და კარგად რო ყიდულობ და მიირთმევ იმას სუნი არ აქვს სოფლის რძეს და ყველს რომ მიირთმევ და არაჟანიო და ისაო და ესაო მე რო დამიწერე იმ დღეს ნაყიდობებზე რეც ყიდულობ და არაჟანიო სოფლის არაჟანი გამოიყენე კარგად რომ მიირთმევ იმ ძროხას სუნი არ აქვს ბოდიში და მძღნერით კი არ აკეთდება ის არა ქვია ბოდიში ხალხო თქვენთან არაჟანი იმას სუნი არ აქვს იმ ძროხას რა იმას კი არის ხავს რა ქვია ჩანელის ნომერ 5 ბუხს თუ იმაში ვილაში ცხოვრობს ის არა ქვია ძროხა და ის აქვს ნაინაირები აქვს ნაინაირ დუხები აქვს და აღარ იცის რომელი დაისხას ვაიმე შენ იმე ხვდები რა ქვია შენ მაშინ არ დაგვილოგე ვიცი ვინც ახლა შენ კომენტარებში კარგად ხვდები ხელწერა უკვე დამახსოვრებული მაქვს და ამიტომ არ გინდა არ მაინტერესებს მე არ მაინტერესებს პირადად შენ არ გინდა ნუ დაიცე იმასიდან რა ქვია დაიცემი უარესად ნუ დაინცირებ უარესად საკუთარ თავს იმცირებს ყველას არაფერს ნუ დაინცირებ თავს ამას თავი დავანებოთ ელემენტარული ნებისმიერი სამსახური აი კიდე მეორე თვიანი ნებისმიერი შრომა გინდა თოხნა იყოს გინდა ბარვა იყოს გინდა საწიტილე იყოს გინდა საქათმე იყოს გინდა საღორე იყოს გინდა ნებისმიერი რაღაცა იყოს ხო გინდა კაბინეტში მუშაობდე გინდა ექიმი იყო გინდა ნებისმიერი სამსახური ყველა დასაფასებელია ამიტომ არის უფალმა იმის შესაძლებლობა მოგცა ხო ელემენტარული ხო მოგცა შესაძლებლობა ზოგი ექიმი გახდა ზოგი ექთანი გახდა ზოგი პროფესორი ზოგი პოლიციელი ზოგი ისა ზოგი მეხანძრე და ზოგი ის არა ქვია მუშა და ზოგი დამლაგებელი და ზოგი ქუჩით ის არა ქვია თავარია რა მნიშვნელობა აქვს თავარია მოპარული არ მოიპარო არ მოიქურდო არ მოიპარო არ იმას აკმარებია არ წაგლიჯო ვიღაცას ძალით თაღმითურად არის შოვო ხო ელემენტარული თავარია შენი შრომით გამოიმუშავე მაგას მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად მუშაობს თავარია სული გქონდეს სიტყვა გქონდეს და ადამიანობა გქონდეს იქ რომ მივდივართ ჩვენ სულაც არ გამოვდივარ შენივრად სუფთად ვიცვლი იქ თასაც გამოვდივარ სუფთად მოვდივარ წესრიგდები სახში კი ბატონო სუნი ყველგან არის ჩემო კარგო აბა სუნი როგორ გინდა სუნიც არ იყოს და
ისიც გინდა რა ქვია კარგი ფუფუნება გინდა ეგრე სად არის იმ სუნს აქვს ზუსტად ის ფულები და ფუფუნება და იმ სუნის წყალობით მიირთმევ იმას ქათამს რო გაშლი ხოლმე ყბებს და ჩაიკეცა კარგად გემრიელად ხო ნებისმიერი ადამიანის ის არის თავარია სული ქონდეს ტკბილი და სულში მუშაობა და ის შეფუთული ქათამიროა და მაღაზიებში მარკეტებში რო ყიდულობ იმასაც სუნი ქონდა თავის დროზე აბა სადიჯდება სად სტილში და არს კინტლავს ალბათ არს კინტლავს შეკრული აქვს ერთი ადგილი ალბათ ამის რა ვიცი იმას ალბათ ერთი ადგილი აქვს შეკრული იქაც ხალხი მუშაობს ხო დუხის სუნი იქაც არ ადგას ამიტომ ცოტა სახელმწიფოში მუშაობს თუ კერძოში რა მნიშვნელობა აქვს საკათმეა ხო იქაც მოწყობილია გალიები აქაც გალიები მოწყობილია ხო რა მნიშვნელობა იქაც გაშვებულია ზოგი პოლზეც იქაც გაშვებულია სკინტლი ახედანაც კი არის რა მნიშვნელობა აქვს სადიჩა არს კლინტას კაცო სკინტლას კაცო როგორ არის ნების აბა იმ კვერცხს რო იმას აშვები რა ქვია მიიტვე მაღაზიაში რო კვერცხი იყიდება საიდან მოდის იმის დამდებ ქათამს არა აქვს თუნი ცოტა აზრი დააყოლე რას იზახი ხოლმე შევკარგო მაგრამ არა გაქვს და რა უნდა დააყოლო ხო ხალხო ესეთი ხალხი ცხოვრობს სამწუხაროდ გაიცანით იცნობდეთ ყველა იცნობდეთ აბსოლუტურად თავარია სული გაიწმინდო და სუნი იქნება თუ რა იქნება ხო თავარი სული გაიწმინდო ამის უტვინობა აპლოდისმენტებს იმსახურებს პირდაპირ თავარია სული გაიწმინდო და უფალთან იყოს სუფთა და წესიერი იყო შენ გული არა ვითომ იცი როგორი ისაა შეგძნება გიო ვითომ გული შეტკივა შენზე ვაიმე რაღაცა ისეთი უნძგავსო რაღაცა ეგ რანაირად გული შეტკივა მოჩლაჩულებო სად მუშაობთ მოჩლაჩულებით ვიაქეთ შეურაცხყოფას გვაყენებს და კიდე ამას შეტკივა გული მე გვესმის ჩვენ ადეკვატურ იმას რა ქვია რჩევასაც გააჩნია მიიღებთ კრიტიკასაც მივიღებთ ადეკვატურს არათუ აი ესე უაზრო ძალიან არაადეკვატური რო არის ზოგიერთი და ის არის რა ქვია შეურაცხყოფაზე გადმოდის და მე რამეს რო ეტყვი წყინს შეიძლება არც მეწყინება პირველად რო ლაივი ჩავდეთ ხო ხალხო ახ ჯერ გამოწერეს კი გემახსოვრებათ ვიდეოც მაქვს დადებული მაგაზე პირველად რო ლაივი ჩავდეთ შემოვიდა ვიღაც ქალბატონი ქალი თუ შეიძლება იმას ეწოდოს და ისაო რა ქვია შეურაცხყოფა მოგვაყენა გვაგინა ხო და მე მეორე დღეს ჩავწერეთ ვიდეო და იმ ვიდეოს ქვეშ დაწერა ეგეთები როგორ ილაპარაკე ჩემზეო მე კარგად მიიღო ჩემზე როგორ ილაპარაკე ეგეთები თქო რას ქვია ვერ გავიგე იმან შენ ილაპარაკო და მე არაფერი გითხრა და კიდე იმას ღმერთმა ის ვიცით რომ ის გითხრა რომ მეორე ლოყა მიუშვირეო და ერთ ლოყაზე რომ დაგარტყავენ მეორე მიუშვირო მაგრამ მართლა ეგრე კი არ უნდა მიუშვირო რომ თლად იმას აკრას რა ქვია გადაგიაროს და ჯერიგეთი იმის უფლება არის არა აქვს უფლება არა აქვს არავის რომ ვინმეს რაღაცა ადეკვატური პასუხი ადეკვატური რჩევა კარგია კი ბატონო გამიგია შენთვის რო გული მართლა შესტკივა და რაღაცა ელემენტარული ადეკვატურად მაგრამ როგორც რო შენ ცუდი აი გინდაც წონაზე რო გითხრას ადამიანმა წონა რო გაგწუდა და გითხრას ადამიანმა რომ ეს არ არის შენი ჯანმრთელობისთვის კარგი და გისურვებს რომ იმას აქნა რა ქვია გიჩევს რაღაცას ხო და ვიღაცა რო გეტყვი ღორო და ისა და ესა და არაფერი უნდა უთხრა ვერ გავიგე არაფერი უნდა რეაქციაც არ უნდა გქონდეს და
ღორი რა შუაშია და ღორი კიდე ის ღორს არ მიუწევს იმას რა ქვია ღორს. მართლა ბეჰემოთს იმ ბეჰემოთს მართლა რო წაუგრძელებია ენა და მე მიწერს აქ რაღაცებს და პირადშიც რო გადამოდი ის ძალიან ზედვეტევი მოდის მართლა უღონდ ორი ჩემხელაა კიდე ადეკვატური რჩევა კი ბატონო ჩემ მირჩია რაღაცა მაგრამ ღორს რომ ეძახი რას ქვია ვერ გავიგე რა ლაპარაკია ღორი ღორს მართლა ღორსაც ვერ უწოდებს მართლა კი არ უნდა გეწყინოს იგითი რაღაცა ვირის გაწიხლი არ უნდა გეწყინოსო ტყუილა კი არ არის ნათქვამი ინტერნეტ სივრცე გაივსო ვირებით მეტი არაფერი შემოვლენ კომენტარებში და ყროყინებენ მართლა ხალხო შემოვლენ კომენტარებში და ყროყინებენ ხოლმე აყროლეს აკაურობა აქ 24 მართლა ისე არ იყოს ისინი რა ქვია მაზლის ცოლები რო ჩხუბობენ გაჩვიდით ორი აქ 24 მართლა 24 აქ 4-დით აქ 4-ებულები რო ხართ ვერ ხვდებით აქ 4-დით უკვე ჰეითი აგი 4-დათ წადით მოშორდით დაგვანებით თავი მართლა დუხს ნუ გავახსნევინებ კომენტარებში შანელის დუხს ვერ გავასხავთ კომენტარებში ახლა და გააკეთა ნუ აკეთეთ კომენტარები არა აკეთეთ ეს ინტერნეტ სივრცე ერთი აიცი რა არის ინტერნეტ სივრცე მოიგონოს ისეთი რაღაცა რომ აი ეგეთი ადამიანები მოამოწყვიტოს ის საერთოდ იმას აქნას რა ქვია მოუსლერში გაუშვას რა კარგი იქნება ნეტა დაამატებდეს ისეთ წესებს რომ ეგეთი ადამიანები მოუსლერში გაუშვას რა კარგი იქნება და საერთოდ ინტერნეტ სივრცეში ვეღარ გავიდნენ ისე გამიხარდება ხალხო ისე გამიხარდება რომ რა ვიცი რიმ პიტაროს დავიწყებ და ცეკვას დავიწყებ გებიცები როგორ იცი რიკიტამ ხალხნო ის იმას გიორგიმ გადავლახე ხალხნო ისა რა ქვია ხელფასი ამ თვეში ჩამომივა ავიღებ ხელფას რამდენია მაგდენი 122 ევრო და 12 ცენტია არ მინახავს რამდენია იმას მოაკლდება კიდეც ის არის მოაკლდება მაგრამ ბევრი არ მოაკლდება მაგრამ მოაკლდება ხო და ავიღებ ხელფას მე თიმუდან რაღაცები უნდა გამოწერო თიმუდან მინდა რაღაცები გამოვიწერო ხალხო და unboxing-იც იქნება გუშინ ორი წელი სპორტული იყიდა კი ბატონო თემუდანაც მინდა გამოვიწერო რაღაც შარლები ვიპოვე რაღაცები ვიპოვე რა ვიცი რა შვებიდე რა ვიპოვე რაღაცები დავსკრინე მივსკრინე მოსკრინე რაც მომეწონა და ის არის თვალის ისინი გამომიწერა მივსკრინე მოსკრინე და რაღაც აზაპრეხია იქნება გამოვიდე მოჩლაჩული აღარ გამოვიდეთ ხო ჩავიცვათ და მოჩლაჩულები აღარ გამოვალთ ყო იცი რას ვიზავ აქ ძალიან ძვირია საქართველოში შარვალ კოსტუმი და შარვალ კასტუმი უბრალოდ ხო და თიმუდან გამოვიწერ შარვალ კასტუმს მოვალ და ჩავიცვა ხოლმე როცა ვიდეოში მოვალ მოჩლაჩული აღარ ვიქნები ბაბოჩკა არ დაგავიწერ არა ბაბოჩკა არა ჰასტუხს გამოვიწერ ჰასტუხი და ჩავიცმევ რეიმებს რა ქვია კუსლიან ტუფლებს კოკინით რო დადიან თუ როგორ მეზიზღება ვაი მე როგორ ვიტან ხალხო მართლა ოღონდ მართლა შეიძლება ჩამაცმევი რაც არ მიყვარს ის ჩამაცმევინო რა ემაგათმა მაგ ჭლაჭია ხალხმა ადეკვატურ სიტყვას მართლა ხუმრობ თორე არც კასტუმის ჩაცმას ვაპირებ და არც იმისი რა ქვია ტუფლის მოვდივარ ძალიან მშვენივრად მოჩლაჩულები არ მოვდივართ ხალხო ხო სახლურად მოვდივარ
მე ახლა აქ დავჯდები და სცენარებს ვერ დავწერ რა უნდა გადავწყვიტო და ნორმალური სვიტრი მაცვია თმა მოწესრიგებული მაინც და მაინც შილები ახლა მანიკური ამ წუთში ამ შემთხვევაში არ მიცვია მაგრამ ჭუჭყიანი არა მაქვს ხო ახლა ზუსტად ამის მამა პაპა მანიკურს და იმებს კასტუმებს და იმებს გაუწყვეტია რა მოდი რა თავის თავს მივხვდეთ ყველამ ჩვენ თავს მივხვდეთ ჯობია რა უკეთესია ჩვენ ცხოვრებას მაგრამ ზოგს რო არ აქვს და ცხოვრებაში რო ერევა ეგ არის სწორედ ეგ არის აქ ალბათ ის არის რა ერთხელ ხანთმები რო შესახები გიორგი ხშირად ყვავით შესახები კი არა მართლა ესეთი ხალხის სახლებში და მომატარა ესეთი ხალხის სახლები როგორ ცხოვრობენ არაფერი აქვთ მოჭრაჭული მართლა როგორც ეს იძახის როგორ აცვიათ მართლა გამაგებინე რა ახლა ჩვენ სახს მოჭრაჭული მე არ ვიცი ფარდა ნორმალური სუფთა კიდია თეთრი ფითქინა და კიდე იმ ტილოს თქმისა ტილოსი არ იყოს ტილო არ უნდა მოუსვათო ნეტა ტილოს არ უსმევენ აბარითი წმენდავენ ერთჯერად ხეს გამაგებია აი წარმოგიდგენია ხო ქაღალდები რო არის იმისი ხო მაგალითად გადმოუსვისა ის ცხიმი რა ფერავა იმ ქაღალდითა ჯერგეთი რაღაცა ხო უნდა გადაუსვა ჯერ ესეთი ქაღალდით რატო უნდა გაწმინდო არა რაღაცა არა გიორგი თასი კი აი მაგიდაზე მომბუფე ხო ელემენტი ხო არ გადაუსვათო ტილო ისა რა ქვია ბაქტერიები გადავა ან გამაგებინა ეთი მომატარა ისეთი ხალხის სახლები რა მომატარა და მანახა დამათვალიერებინა ნეტა როგორ ცხოვრობენ არაფერს უსმევენ ალბათ სულ ისე არიან გაზეპილი ალბათ რო იმასიზავ რა ქვია დადო ხელ მაგიდაზე ალბათ იმასიზავ დაეწებები ალბათ შეხედავ სულ ინტერნეტში და იმას უშვებიან რა ქვია ხალხს ლანძღავენ არა იცი რა არის უბრალოდ ჩაცმულობაც რო არ მოეწონოთ შეიძლება იმასაც შეურაცხყოფა მოგაყენონ ზაფხულია და ცოტა ფერადი მაისური ვერ ჩამიცვამს რატო გაცვია გოგოსიო ზამთარია და ის ვერ ჩამიცვავს რა ქვია შავი ფერი ვერ ჩამიცვავს რომ დეპრესია გვაქვს ვერ მიჭამია საჭმელი იმაში რა ქვია ვიდეოში საჭმლის მირთმევისას ვერ ჩამიწერია ვიდეო ბევრს აჭამო სახლის ტანსაცმლით მოჭრაჭული ხარ გამაგებინეთ რა უნდათ ერთი გამაგებინეთ ხალხო რა უნდათ იმას დააგემოვნებ ხო არ ვარ გავ იმას იზავს რა ქვია რაღაცას ვიყიდი და იმას იზავს დავაგემოვნებ ყველა ექიმი მაშინ გამიხდება ექიმები მაშინ გამიხდება ყველა ხო ის არის რა ქვია რელიგიაზე ილაპარაკებ ეგ ეგრე არა სიცოცხლეზე ილაპარაკებ არა სიბოროტეზე ილაპარაკებ არა ნუ სხვაზე რა ის არის რა ქვია აი იმაში წავალ პოლიტიკაზე ილაპარაკებ ხო რაღაცა განსხვავებული სიტყვი ნაცი ხარო იმას სიტყვი ქოცი ხარო ეგ ხო კიდე ქუჩაში იმაში რა ქვია ქუჩაში კი არა პიკნიკზე წახვალ ქუჩაში ჭამო ვაიმე იმას იყიდი რაღაცას იყიდი აჩვენებ გვაშურებო ოღონდაც არა დევიღალე მართლა რა უნდა თუ გავიგე ამ ხალხს ოღონდაც არა გეფიცები რა აი ახლა უნდა წახვიდე იტყეში რამდენი სუკოს მოიტანა ნაჭვიმას იმას იზავ რა ქვია რაღაცას თემაზე იტყვი ჩემზე როგორ ამბობ ამასო ყველას თავის იცი რანაირი ხალხია ზოგი აი ზოგ 9% არც კი 9% 20% ძალიან ცოტა პროცენტი კი როგორი ხალხია იცი
რაღაცას რო ლაპარაკობ, ხო? აი თავის თავზე იღებს. რაღაცა შენ საუბარს რაღაცას ელემენტარულ რაღაცას ჩამოაგდე საუბარი, ხო? აი თავის თავზე იღებს იმას, რომ აი ის თუნდაც მაგალითად მარტო ინტერნეტში კი არა. ქუჩაშიც რო გაივლი და გაიცინებ. ზოგი თავის თავზე იღებს მე რატო დამცინოა. ხო, კი, მართალია. მე რა დაგციინი საერთოდ არც დამინახი ხარ უხარ, საერთოდ ვინა ხარ. ისიც არ ვიცი რომ არსებობ. არა, ხო და რატო დავცინო ჯერ გითი ადამიანს არ მე დამცინიო ჩემზე იცინიო. ადამიანს ასწილი არ დავცინებ ჩვენ. ალბათ ის უნდა იარო რა ქვია ასე. ქუჩაში. უხასიათოდ. რატო ხარო? უხასიათოდ ხარ? რა არის უხასიათოდ რატო ხარო? რატო არ იცინიო? ამიგდა კინი არის დადუდა. თან ის არის რო ქვია, ცოტა მხიარულად ახარ ძალით წარებო. ვერა ხარო თავის შემატოზეო. აი სიმღერა რო არის იმან რო დადგა რა ქვია, აი ვინ დადგა? TikTok-ში რო ისა რა ქვია, ლექს წერო თუ გიჟი ხარო თუ ისაო რა ქვია. კეთილს ვეძებდი ბოროტს პოვლოდიო. ხმას ამოვიღებდი და ჩუმად იყავიო. ჩუმად ვიყავი და ბევრს ლაპარაკობო. ხო, ის არის რა ქვია. ვიცინოდი და გიჟი ხარო, გიჟს მეძავ, გიჟი ხარო. მართლა ვერ გაიგებ. ლექს წერდი და ვერა ხარო? ვერა ხარო? ხო. ისა კიდე რა ქვია? კიდე რაღაცა არის, ხო. მართალი არის ეგ სიმღერა მე თუ მკითხავ. ვერ გაიგებ ვის რა უნდა? კაცმა არ იცის. ხო. პოულობდი, მიდიოდიო და უკან გაბრუნებდნენ. სახს ვაღებდი, ჩემს სახსო აქ რა გინდაო. ხო, აქ რა გინდაო. მიდიოდი უკან გაბრუნებდნენო. ხო. კაცმა არ იცის, ვერ გაიგებ რა უნდათ. ხალხს პრინციპში ვერც გაიგებ რა უნდა. კი, მაგალითად. აი ყველა ჩვენნაირი აზროვნების ადამიანი რო იყოს მაგალითად, აი ყველა, აი 12% გეფიცები თუ სიჭუანი თუ გეფიცები თუ ის იყოს რა ქვია. საქართველოს და თუ უფალმა აი უფალი მოგცემს იმას რომ აი ხა ხართო რა. სოფლიოს დედამიწის ნახევარი მაინც რო ნახევარი კი არა მეტ წილად რო მაინც ის იყოს რა ქვია. ცოტა ბოროტები არ იყვნენ. საერთოდ არც ომები იქნებოდა. არც ის იქნებოდა მკვლელობები და არც არაფერი. და სულ სიყვარული იქნებოდა დედამიწაზე. რატომ მოიცოდეთ, რატომ უნდა ლანძღავდეთ, რატომ იცი რა არის? კაცმა არ იცის ვის რა ჩაფიქრებული. კაცმა არ იცის. კი. კაცმა არ იცის ვის რა ჩაფიქრებული. კი, მართალია. შეიძლება ვიღაც მიდიხარ უბრალოდ შეთვის ქუჩაში ვიღაცა მოკლას. კაცმა არ იცის ვის რა ჩაფიქრებული ვერ გაიგებ. ხო, მართალია. საშიში გახდა უკვე ქუჩაში სიარულიც, სახლში ყოფნაც, სიმართლე რო გითხრა. უკვე გამარჯვების თქმაც ის გახდა რა ქვია, უკვე საშიში აღარ გინდა გამარჯობა უთხრა ვიღაცას. ვეღარას ვეღარ ენდომი. ისე არის ხალხი გაბუჭებული. რა ვიცი, მოჩლაჩულები არ დავდივართ, მიჩლაჩულები არ დავდივართ. საუბარი არ გვეშლება. მე უკვე ვერ გავიგე. ხანდახან შეიძლება ზლიყენი მოგგვიდეს, მაგრამ ეს უნდა გვაპატიოთ თუ გინდათ, რომ YouTube-ში იყოს, YouTube არხი. YouTube-ში ვიყოთ და იმას აქვთ რა გვი, ჩავწეროთ ვიდეოები. ხო. ეგ არის თქვენთვის მაგალითად თქვენით მიმდინარეობს ეს არხი. ძალიან კარგი ადამიანები. გამოწერები რო არ იყვნენ საერთოდ ზოგადად არხზე. ხო, იჯაჯღანე რამდენიც გინდა.
არაფერი არ არის. ცოტა ხანი და მორჩეთ ის არის რა ქვია. ძალიან კარგი ადამიანები ხართ, ვიყვარხართ, გვეიმედებით. იყვნენ, ესენიც мотивაციას გვაძლევენ, რომ მეტი და მეტი ვიდეო გადავიღოთ, მეტი და მეტი ვისაუბროთ, მეტი და მეტი სითბო გადმოვცეთ და მეტი და მეტი სიყვარული გადმოვცეთ. მსგავს თემებზე სიმართლე რომ გითხრა, ზოგი რო წეს რომ არ მიაქციო ყურადღება. მსგავს თემებზე არ უნდა გაჩვენდე. უკეთესია, რაც უფრო მეც ილაპარაკებ. არ უნდა გაჩვენდე. ხო და სიყვარული, სითბო, ურთიერთგაგება, ელემენტარული შეიძლება ერთმანეთი არ გუყვარდეს, მაგალითად. შეიძლება ერთმანეთი, მაგრამ ეს ზიზღი მაინც არ ქონდეს ადამიანს. იცი რა არის? ისიც ჩემნაირი ადამიანია, სხვანაირი ხო არ არის რა. ისიც ადამიანი პრინციპში იცი რა არის? უცხოელებზეც რო ზიზღი აქვთ, პრინციპში მე არც მიყვარს, იმიტომ რომ საკუთარი ერი არ ვყავთ. საკუთარი თანამემამულეები არ ვყავთ და როგორი ზიზღით უყურებენ ზოგს. როგორი ზიზღით იყურებიან, ხო და არც მიყვარს მე მაგალითად. მე არ მიყვარს. იმიტომ რომ საკუთარი ერი არ ვყავთ. ამიტომ არის სითბო უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისგან. პატივისცემა თუ ერთმანეთი არ გვყარება და და პატივისცემა დააყენო როგორც შენ ხარ ადამიანი ისე ის არის როგორც შენ უფალმა მოგავლინა ამ ქვეყანას ისე ის მოავლინა ქვეყანას და არ შეიძლება არანაირად მსგავსობა ცუდი რატო ელემენტარული სულ დაწერ ვაფშე რა ნუ რა შეიძლება შენ გულში გაივლო მაგრამ აი იმ ადამიანს ჯერ ეგეთი რატო უნდა გაივლო ხო ჯერ ეგეთი არც უნდა გაივლო ხო კიდე არც არავის აინტერესებს შენი უაზრო ის არა ქვია კომენტარების რო გააშანშალებ ხოლმე პოემას რო დაწერ არც არავის აინტერესებს ხო არც არავის აინტერესებს ხელები მაინც არ ატკივა წინ მაინც სულ რომ მე ლაპარაკოს ის ვიღაცა მაინც იგივეს გავაკეთებ მე რაც მინდა ხო მაინც იგივეს ხანდახან ჩემი საკუთარი თავის აზრი მაინტერესებს ეხლა ის ვინ არის ვიღაცა ჰეიტერი საკუთარ თავს იმას აშვება რა ქვია იმცირებს სხვას არავის საკუთარ თავს ეგ არის საკუთარი თავის დამცირება მეტი არაფერი ჯერ ეგეთი ცუდი არავის არ უნდა უსულო იმას უფალი განსჭის შენი გასაჯელი ის არ არის როგორი იქნება დაბალი იქნება მაღალი იქნება ძალიან ცხელა ალბათ ამას რო ვინიავებ ხო ნამეტანი გიო ნამეტრავად ცხელა და გავცივდი გამეკინა ეს ხარე სუქანია გამختარია მაღალია დაბალია რაღაცნაირია პრინციპში ხალხო პრინციპში გამختარი ხარ არ რატო ხარ გამختარიო ცოტა გასუქდიო სუქანი ხარ გახდიო მაღალი ხარ როგორ აყუდებულ ხარ ცხენივითო დაბალი ხარ რატო არა ხარ მაღალიო კანისფერი არა გაქვს ცოტა ისეთი რას გავხარო ის არის ძალი ფეხი გაქვს მოკლე ის რატო ხო რატო დაიგძელე ფეხიო რატო გაქო ვაიმე დავიღალე ვეღარ გავიგე ხალხს რა უნდა ვეღარ გავიგე ვაიმე ღმერთო ყველა კარგად ამყოფოს უფალმა პრინციპში ხალხი კი არა ამინდი ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა და ხალხი ვერ ჩამოყალიბდა სიმართლე რო გითხრა რა უნდა რის იყურება უნდათ ნე როგორი უნდათ მოდი ახ დავუშვი აი თუნდაც ისა სერიალზე ხო რა არისო ამას ვინ უყურებსო ხო და მაინც უყურებენ ხო ვინ უყურებსო ამასო რეებს აკეთებენ რა არისო შესავით არიან ვაიმე ვერ გაიგებ რა უნდათ ხალხო რას უნდათ რო უყურონ ვერ გაიგებ ჩემი არ იყოს რომ კითხო სერიალებს არ უყურებ და მივჭერები ვარ კარგად ხან ჯიჰანს უყურებ და ხან იმას რა ქვია აიშეს კიდე გოდალუპეს ხო და ხან კიდე ვიქტორიას სიკრეტს ხან სილას ხო ხან ბორანს ხან ჯუზეპე და ხან ისა და ხან ეს რა ვიცი ბორანი და ხან რომ კითხო არ მიყვარსა ხო და რომ კითხო არ უყვარს და ისე კარგად
კარგად. ვაიმე როგორ შევარდები ხოლმე ხალხო რომ დავიწყებ ყურებას. შევარდები ხოლმე სერიალში. ბებო როგორ შვება? მოკლავენ, რაღა ვქნა, მოკლავენ. ვაიმე გაიხედე, უკან მოვიდა, მოგეპარა, ჩაარტყამ, ზესწრით. დედა ჩემი მოკვდები სიცილით ხალხო. დედა ჩემი რასაცილო დაშვება ისი. წამოწოლილი რო არის ხოლმე და სერიალი რო დაიწყება ხალხო. ხო დაიწყება და კი ვერ იცენენ წამოწოლილი. არა. წამოხტება და ვაიმე ჩაგართავ. ვაიმე დედა ამას ნახდათ მოკლავენ. აი მოკლავენ. აი ესრიან. აი თუ არ ესრუნ, აი ვიღაცა ესტრის, ესტრიან. მოკლავენ. ხო. ვაიმე დედა რა ციკი. ვაიმე ხალხო რასაცილო ვერ წარმოიდგენთ. მე ეწევაწნე. ვანერვიულო. აუ ეხლა ახალი სერიალი დაიწყო ხალხო ვინ უყურებთ. თრევა წავიდა იმ გოგოს თრევა. ეხლა იქ არკვიონ კიდე რა მოხდა წარსულში. მერე სიყვარული. მესამე სეზონის გადაღებები დაიწყო. მე რა უბედურება 3 და 4 სეზონი რა უპატრონობა. 238 სერიაა. ჯერ ეს პირველია და მე მეორე რო დაიმატება და კიდე მესამე. მოდი ხდამშვიდობ დედი. თუ დაუბნელდით ნამეტნავა. ხო და რა ვიცი მე მაინც უყურებ მომეწონა მაგალითად მე ის სერიალი. ბოლოში თუ არ აგერია. ბოლოში თუ არ არის ეს აგერია ტვინი. მე არა მე ვატვინი ის მათმა თუ არ არის ეს რამე, მაგრამ არა მგონია. იცი როგორ ავარ ხალხო, თავიდან უყურებ პირველ სერიას და ბოლო სერიას და უკვე ვიგებ რა ვინ არის. ოღონდ ეს იცი რა არ მესმის. ბიძაშვილების და დეიდაშვილების და მამიდაშვილების სიყვარული რა ჯანდაბა არის გამაგებინეთ. ეს გამაგებინა ოღონდ. ეხლა იქ ბრუსინატლია. მოიცა წავიდეთ ცოტა ხანში. წამო იქანა მივიდეთ. წამო. ეს რა ფენომენია ვერ ახსენი, რა ჯანდაბა არის რა. ერთმანეთს გლიჯავენ მერე ერთმანეთს გულისთვის. არა ჩემია. ერთმანეთს გლიჯავენ. ციო იგავათმეთ ახლა წამოვიდეთ. ეხლა მანდაც ახალი სერიალი რო დაიწყო. იმან რა ქვია, მამიდამ თავის შვილს გააყოლა ძმის შვილი. წავიდეთ გარეთკოთ. შემოვალ ახლა. გადავირი გაგიჟდი. ეხლა სხვა გოგოს დაიძებს რომ ისაო რა ქვია, შვილი გამიჩინოს. წავიდეს სადაც უნდაო. ისე პრინციპში რაღაც უნდა უყურო, ხო რაღაცას შეხედავ, გაერთობი და ერთობი რაღაცნაირად. შენც იმ დრამის მონაწილე ხდები რა. დათვი კაი პუმპულა არა, კაი ბალიშივით არის. უფ. უკვე ნელ-ნელა ვიზრდებით ხალხო.
იზრდება ჩვენი არხი. პრინციპში ეს ჩვენი ვიდეოებიც სერიალებიც არის. რამდენი სერიაა ღმერთ მაიცი უგა. უღონთ ჩვენი სერიალი გლახად თავიდან გლახად დავიწყე. უსასრულო სერიალია ჩვენი ხალხო. ადერა. ის არის აქვე რას ვამბობ. ჩვენი ვიდეოებით სერიალებით არის თქო. ხო. კომედიური ხან დრამა ხან ის არა ქვია კომედია. დრამასა და ყოფ ჩვენ. დრამა არა ის დრამა დრამას მოვიწყობენ ხოლმე ის მოგვიწყობენ ხოლმე ისინი რა ქვია. და ეს რა ვიცი. დღესაც ახალი სერია იქნება. ეგრეა ჩვენი საქმე. რეკლამებიც ხო არის ხოლმე, რეკლამებიც ხო აგოდის. ხო და ძალიან რთულია ცხოვრება ხალხო. კი. გინდა რომ კარგი იყოს და სინამდვილეში ბევრი და კოლებები გაქვს რა. იცი რა, ცხოვრება ძალიან სასტიკია. ბევრი ფაქტორი გიქმნის იმას რა ქვია. დაბრკოლებას. ბევრი. ბევრი მართალია. რამდენზე ვარ დედი? შრომა, წვალება და კიდე იმდენს მაინც ვერ აღწევ ადამიანი რომ რაღაცა გქონდეს რაღაცა გააკეთო. იცი რა არის, ხელფასი გააქვს, მაგრამ არ გყოფნის, იმიტომ რომ ყველაფერი ის არის რა ქვია. ძვირია. ახლა რომ მე YouTube-ის ხელფასს ავიღებ, წამში აღარ იქნება უკვე. მე იგრე არ არის, იმას ვიყიდით, წამში იმას აშვება რა ქვია. კლაპავს. რაღაცას ისა ვოკალის გაკვეთილი. წავედი ხალხთან მშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბა ხედა. დიდი მადლობა ყურებისათვის, მოსმენისათვის. ახლა გავა ცოტა ხანი და მე მაღაზიაში წავალ. სიკარგისათვის, თბილი კომენტარებისთვის და რა ვიცი, ყველაფერი რომ გვიყურებთ, გიყვარვათ და პატივს გცემთ და რა ვიცი, ჩვენც იგივეთ პატივს აქცევთ, გვიყვარხართ და გვეიმედებით. ნამდვილად თქვენი იმედი გვაქვს, რომ ეს არხი გთხოვთ, ვინც ისე გვიყურებს, გამოიწერეთ, დააკლიკეთ. გამოიწერეთ არხი და ეს არის რა ქვია. ავიდეთ 5000-ზე. წლის ბოლომდე კი ავად 5000-ზე, მაგრამ მაინც მალე რო ავიდეთ უკეთესია. კი. აბა ხედა აბაჰო. აბაჰე. ნახვამდულის. ნახვამდულის. მე წავიდე მაღაზიაში ხალხ ნუ დავიღალე. თავისი თმაიც მოდიოდეს რა.